ვერ იქნება ქვეყანაში დემოკრატია, თუ კი არ გექნება ლოკალური დემოკრატია. ვერ გექნება ლოკალური დემოკრატია, თუ კი არ გაქვს ძლიერი რეგიონული მედია. აი როცა ვფიქრობ ხოლმე რატო არის ჩვენი რეგიონული მედია სუსტი? ეს იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ გაქვს. ადგილობრივი თვითმმართველობა რომ არ გაქვს ძლიერი ადგილობრივი ბიზნესი. ადგილობრივი ბიზნესი უნდა აფინანსებდეს მათ შორის ადგილობრივ მედიას. მე ვიხსენებ ბიზნესს, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მედია დააფინანსა. ეს არის რეალურად მედია, რომელიც განწირულია დამოუკიდებლობისთვის. ის ვერ იქნება ვინმეს მხარე ვერცად შემთხვევაში, იმიტომ რომ იმდენად აი თუ კი რამე კარგი გაკეთდება, იმდენად ისე კი გაუხარდება მასაც და მოუწევს რომ ამაზე ისაუბროს და გააშუქოს და ასევე თუ კი რამე ცუდი ხდება, ამას ვერაფერ დამალავს. შეუძლებელი აბსოლუტურად უშუქო მშიერ პატარა ქალაქებში გაყინულ პატარა ქალაქებში გეკეთებინა ეს საქმე. თუ არ ხარ იდეალისტი. და სწორედ ესე რომ იდეის ჯერათ რომ ეს არის საჭირო, ეს არის მათი პატარა ქალაქების ტრადიცია, რომ კონდეთ ეს მედიები, რომ საუბრობდნენ ადგილობრივ კულტურაზე, ადგილობრივ, რა ვიცი, მათ შორის ბიზნესზეც და აუცილებლად ადგილობრივ მართვაზე, პრობლემებზე. ყოველ დღე თუ არა, ყოველ კვირა მაინც ვიგებთ, რომ რომელიღაცა რეგიონული მედია იხურება და წვეთს მაუწყებლობას. მე ესეთი რთული მდგომარეობა არ მახსენდება სხვა დროში, მახსენდება სხვადასხვა ტიპის ეწოლები, მახსენდება კი არა განგვიცდია სხვადასხვა ტიპის ეწოლები და გამოგვივლია. ოღონდ ახლა აქვს სხვა ფორმები მიღებული და შედეგობრივად ეს არის ყველაზე მძიმე გადასატანი, როგორც ჩანს მედიისთვის. არსებობს ეგეთი ახლა ძალიან ტრენდული გამონათქვამი, რომ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და მე კი მგონია თუ არ იქნება თვითმმართველობა, არ იქნება მშვიდობა. მოგესალმებით, დღეს ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს პოდკასტები დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. თუმცა ცხადია, ამ პოდკასტებში გამოთქმული მოსაზრებები გვაკუთვნის მხოლოდ ჩვენ და ჩვენ სტუმრებს და ის არ გამოხატავს ჩვენი დონორების პოზიციებს, უფრო სწორად შეიძლება არ გამოხატავდეს ჩვენი დონორების პოზიციებს. დღეს შევარჩიე თემა, რომელიც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის. ის ცხადია, ადგილობრივი თვითმმართველობას როგორც ინსტიტუციას შესაძლოა ასე პირდაპირ არ ეხებოდეს და ავითარებდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია თავად დემოკრატიისთვის და ეს არის რეგიონული და ადგილობრივი მედია. სწორედ ამისთვის ასაუბროთ მოვიწვია ნათია კუპრაშვილი, რომელსაც რა ვიცი, რაც მე მას ვიცნობ და ვიცნობ დაახლოებით 20 წელია, აქვს აი ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება. ნათია, გამარჯობა, მადლობა რომ მე სტუმრე. დღეს მინდა სწორედ აი ამაზე ვილაპარაკოთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, რა როლი აქვს ადგილობრივ მედიას, ადგილობრივი დემოკრატიისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის, მოქალაქეთა გააქტიურებისთვის, იმიტომ რომ ეს ის თემებია, რომელიც ასე განყენებულად არ არსებობს, ხო? მედია არის იმისთვის, რომ ერთი მხრივ კონტროლი განახორციელოს ხელისუფლებაზე, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ ადგილობრივ მედიაზე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია მოქალაქის გააქტიურება, მოქალაქის ჩართვა აი ამ მონაწილეობით ფორმებში, ხო? შენ როგორ უყურებ? შენ გაქვს ბევრი წლის გამოცდილება, იცნობ ევროპულ გამოცდილებასაც და რა არის მთავარი ფუნქცია რეგიონული მედიის და მე უკვე გადავიდეთ სად ვართ ახლა და რა ხდება ჩვენ? მადლობა, იმიტომ რომ მე მინახავს შინაარსები, სადაც თითქოს მსჯელობენ ადგილობრივ თვითმმართველობაზე და რეგიონულ განვითარებაზე, მაგრამ ამ კონტექსტში საერთოდ ვერ ხედავენ ადგილობრივ მედიას. მართალი გითხრა, ასეთი რაღაცა პროექტებიც მინახავს. მაგრამ რო დავუბრუნდეთ, პირველ რიგში მივესალმები და მადლობელი ვარ ყველა, ვინც უყურებს ახლა ამ გადაცემას, იმიტომ რომ მგონია, რომ მნიშვნელოვანია მსჯელობა და ფიქრი ჩვენს აუდიტორიასთან ერთად მართლა, როგორი ტიპის მართვა გვინდა ამ ქვეყანაში და რა ტიპის ფუნქციები აქვს სხვადასხვა ინსტიტუტებს და მათ შორის მედიაც როგორც ინსტიტუცია რომ განვიხილოთ, ხო? ძალიან ხშირად მესმის ასეთი სტერეოტიპული ხედვა, რომ ძალიან ბევრი მედიაო საქართველოში.
აი ესეთი სულელური რაღაცა ესეთი სხვანაირად ამას ვერ უწოდებ რატომ არის სულელური ხო ბევრი მედიაო საქართველოში მაგალითად როცა ამბობ რომ 20 ტელევიზია ტრადიციულად გვაქვს 20 ტელევიზია რეგიონებში ქვეყანაში რა შეჭირდება ამ პატარა ქვეყანაში ეს ვისგანაც მესმის პირველი რეაქცია რაც მაქვს არის რომ ამ ადამიანს არ ესმის დემოკრატიის არსი სად არ ესმის რას ნიშნავს დემოკრატია და აი დაახლოებით იგივე რომ თქვა რომ 65 მუნიციპალიტეტი გვაქვს და რო გითხრა რომ ვინმე რა ამბავია ამ ქვეყანაში და ამ დროს რომ ვითხოვთ უფრო მეც ხო ამ დროს არიციან რომ რაც უფრო ესე იგი ნაკლებ ადამიანს აქვს საშუალება ცოტა რაოდენობის ადამიანს აქვს საშუალება რომ მიიღოს გადაწყვეტილება ერთად ანუ რაც უფრო ახლოა ეს თვით მართვა საზოგადოებასთან მით უფრო კარგია ზოგადად სისტემა მართვის ხო და თანაც რომ გეუბნებიან რომ აი რაღაცა ევროპული გამოცდილება პრინციპში არის ის რაც საქართველოს თავის დროზე ქონდა და წაართვა რუსიფიკაციამ პირველი ოკუპაციების პერიოდშიც ცარისტული რუსეთის დროს რაც წაგვართვეს ევროპული გამოცდილება მედიური ჩვენ მანამდე გქონდა მაშინ საზოგადოება ხვდებოდა რომ მას ჭირდებოდა დაახლოებით რა ვიცი 2000 3000 კაცისთვის თვითმმართველი ჯგუფი ერთეული და ამ ჯგუფს ჭირდებოდა რაღაც ტიპის მედია იმიტომ რომ ჭირდებოდა წერა-კითხვის გავრცელება. წერა-კითხვის გავრცელება ახლაც ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ ხედავთ კვლევებში რომ აქვს პრობლემა სერიოზულად კითხვის და გაგების პრობლემა გვაქვს მოკლედ. და რა თქმა უნდა, არათუ ბევრი გვაქვს რეგიონული მედია, რომლის როლი აბსოლუტურად სწორად თქვი, რომ არ არის მაინც მარტო კონტროლი ხელისუფლების. არამედ არის ის, რასაც ქვია, ხო, მედიურობა, შუამავლობა და ეს არის რეალურად მედია, რომელიც განწირულია დამოუკიდებლობისთვის. ის ვერ იქნება ვინმეს მხარე ვერცად შემთხვევაში, იმიტომ რომ იმდენად, აი თუ კი რამე კარგი გაკეთდება, იმდენად ისე იგი გაუხარდება მასაც და მოუწევს, რომ ამაზე ისაუბროს და გააშუქოს და ასევე თუ კი რამე ცუდი ხდება, ამას ვერაფრით ვერ დამალავს. ისე როგორც არის თქვათ გუშინ ხდებოდა, დღეს ხდება, გუშინ წინ ხდებოდა ეს არის რეგიონული მედია, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ იქნება ლოკალური დემოკრატია. ჩვენი პრობლემა, როცა ვლაპარაკობთ, რომ დემოკრატია ხელში გვაკვდება, ჩემი აზრით და მე მგონია, რომ აქ ერთნაირი აზრი გვაქვს, მომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ ჩვენ არა გვაქვს განვითარებული, არ გვქონია აქამდე განვითარებული, აი სულ წვალობთ, რომ ლოკალური დემოკრატია გავაძლიეროთ, ვერ იქნება ქვეყანაში დემოკრატია, თუ კი არ გექნება ლოკალური დემოკრატია. ვერ გექნება ლოკალური დემოკრატია, თუ კი არ გაქვს ძლიერი რეგიონული მედია. ეს იმდენად ერთმანეთთან დაკავშირებული გადაჯაჭულია ეს ყველაფერი და თუ ვერ ძლიერდება ერთი, ვერ ძლიერდება მეორეც. აი როცა ვფიქრობ ხოლმე, რატო არის ჩვენი რეგიონული მედია სუსტი ინსტიტუციურად პირველ რიგში, რატო ვერ ახერხებს დონორების მხარდაჭერის გარეშე განვითარებას. ეს იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ გაქვს. ადგილობრივი თვითმმართველობა რომ არ გაქვს ძლიერი ადგილობრივი ბიზნესი. ადგილობრივი ბიზნესი უნდა აფინანსებდეს მათ შორის ადგილობრივ მედიას. ანუ ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის შემადგენელი პატარა რგოლებია. რომელიც რეალურად ქონდა, ხო? ანუ ესე იყო სწორედ, სულ მომყავს ხოლმე, მე მგონი დროასაც ქონდა ამაზე პატარა ბლოგი, რომ მე თვითონ იმერეთიდან ვარ და საერთოდ ყოველთვის რეგიონულ მედიასთან ვიყავი დაკავშირებული და იმდენად მჯერა ამ იდეის, რომ არასოდეს არ მინდა აქედან წასვლა, ანუ რეგიონულ მედიასთან მინდა რომ მუდმივად მუშაობდე. კოლხი და იყო ეგეთი გამომცემლობა, იმიტომ რომ ხა მაშინ ახლა ტელევიზიები და რადიოები არ ქონდათ და კოლხი და იყო გამოცემლობა, რომელიც მეაბრეშუმეებმა ბიზნესმა შექმნა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ანუ ტიპოგრაფია დაარსა იმიტომ, რომ ხდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მისი საზოგადოების განვითარებისთვის. მინიმუმ იმის სწავლებისთვის, რომ ეს სწავლებინათ სხვებისთვის, რა არის ეს მეაბრეშუმეობა. და ეს არ ხდებოდა ხა კომუნისტებთან როა იგივებენ კიდე საერთოდ არ იყო კავშირში კომუნისტებთან. კავშირში იყო ჩვენს აბსოლუტურად ტრადიციულ რაღაცა წარმოების კულტურებთან და სწორედ ეს ფორმულაა, რომ ძლიერი თვითმმართველობა აძლევს საშუალებას ბიზნეს განვითარების და ბიზნესი აძლევს საშუალებას მედიების განვითარების. თუმცა არაფერი თქვათ კარგ მართლობით სისტემაში პირიქით მისასალმებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს მასობსიდირებელი ადგილობრივ მედიას. ჩვენთან ეს არ გამოდის, იმიტომ რომ იმდენად დაბალი იყო ყოველთვის პოლიტიკური კულტურა მართლობაში მყოფი ძალების, რომ მათ არ ესმოდათ, რომ მედიის სუბსიდირება არ უნდა მიყვებოდეს პოლიტიკური თქვათ დავალება, ხო? ეს იყო მთავარი პრობლემა. თუ გადავხედავთ რეგიონული მედიის ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული სპონსორი, იქ არის უმეტესად ადგილობრივი თვითმმართველობა, მათ შორის ცხადია ბიზნესიც, მაგრამ მათ შორის არის ხოლმე ადგილობრივი თვითმმართველობა და ეს საერთოდ არ უშლის ხელს არც მის კრიტიკას,
არც რაღაცა ვოჩდოგობას, არაფერს არ უშ. ამ დავალებით რა თქმა უნდა. ანუ სუბსიდიას ჩვენთან რაღაც სხვანაირად თუ მე გიხდი ფულს, ესე იგი ჩემი საქმე უნდა აკეთო. ასე ვუყურებთ 30 წელია ყველას და ყველაფერს, მედია იქნება, სექტორი იქნება, რატო ვართ ახლა წინააღმდეგი, ხო? იმის რაც ქვეყანაში ხდება, რომ სახელმწიფო გრანტებით დავფინანსდეთ და არა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებით. კი. იმიტომ რომ ეს ვალდებულება მოყვება ამას. და ამიტომ არის ეს ჩვენთვის პრობლემური. ზუსტად ანალოგიური არის მედიაში. აი როცა შენ იმ პერიოდს იხსენებ საოცარი პერიოდი ქონდა, ხო? ილია ჭავჭავაძე ერთი მხრივ იბრძოდა ძლიერი თვითმმართველობისთვის, მეორე მხრივ ავითარებდა საფინანსო ინსტიტუტებს და მესამე რაც საკეთებდა იყო ის რომ წერა-კითხვა ესწავლებინა ქვეყნის მოსახლეობისთვის. ანუ ეს ადამიანი ყველაფრისთვის იბრძოდა. იბრძოდა იმისთვის, რაც აუცილებელი იყო მე-19 საუკუნეში და ახლაც აღმოჩნდა რომ იქ ვართ. უბრალოდ ილია ჭავჭავაძეები აღარ ყავს და ამ თვითმმართველობისთვის ვიბრძვით რამდენიმე ადამიანი რეალურად ვერ გავაგებინეთ ვერც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და თუ ამას ვერ აგებინებ მე ამ ყველაფერსაც ვეღარ აგებინებ რეალურად, ხო? კი, არსებობს ეგეთი ახლა ძალიან ტრენდული გამონათქვამი, რომ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და მე კი მგონია თუ არ იქნება თვითმმართველობა, არ იქნება მშვიდობა. ანუ საბოლოო ჯამში ყველა პრობლემა მომდინარეობს იქედან, რომ ადამიანს არ შეუძლია თავისი ყოფითი პრობლემა მოაგვაროს პოლიტიკური რაღაცა დაკავშირებების გარეშე. ანუ ეს იმდანაც ცხადი პრობლემა გვაქვს დღეს ქვეყანაში, რომ აი ამ მოშლილმა თვითმმართველობამ მოგვიყვანა ამ ყოფამდე, რომ ხელიდან გვეცლება აბსოლუტურად დემოკრატიული ინსტიტუტები ყველა, ვერ ხდება განვითარება, იმიტომ რომ ძალიან დიდია დაცილება მოსახლეობის დიდ ნაწილსა და ძალიან მცირე ნაწილს შორის ეკონომიკურად და არანაირი ასახვა არ აქვს ამას, იმიტომ რომ არ აქვს ადგილობრივი თვითმმართველობა. და ისევ რომ აქ დავაბრუნოთ რეგიონული მედიის როლი, აი ძალიან ესეთი ყველაზე ესეთი რომ გადავხედოთ რა ხდება დღეს რეგიონებში, ყველაზე მეტი კონფლიქტები, სადაც არ არის თქვათ პოლიტიკური პროტესტი, მაგრამ არის პროტესტი, უკავშირდება იმას, რომ ადამიანები არ ჩართვეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ანუ მის ნაცვლად გადაწყვიტეს, რომ სადღაც აშენდება ჰესი, სადღაც გავა გზა, არავინ არ დაეკითხა ამის თაობაზე, ძალიან ფორმალური გახადეს ეს თითქოს საჯარო მსჯელობები, რეგიონულ მედია საერთოდ არ იყო ამ პროცესში ჩართული და სწორედ იმიტომ რომ მას უჭირდა ინფორმაციის გამოტანა ბოლო პერიოდში ეს არსებითად გართულდა, ვერ მოახერხა ხალხის ინფორმირებულობა და იცით როგორი ტიპის საკითხებში აი აქ პირველ რიგში დაზარალდა ბიზნესი, რომელმაც ფული ჩადო რაღაცის კეთებაში, იცი რომ ვერ გაიგო სადრას აკეთებდა და მე უკვე აღმოჩნდა კონფლიქტში ადგილობრივ საზოგადოებასთან. ყველგან ესეთი ტიპის კონფლიქტები გაქვს, ყველგან. ანუ საირმე იქ რაღაცა კანიონებთან არსებული კონფლიქტები და საერთოდ კონფლიქტებს რო თავი დავანებოთ, როცა კი ხდება სახელმწიფო წყვეტს, თქვათ, აკეთებს მონიტორინგს, სად აქვს პრობლემური ზონები, ხო? ამ პრობლემური ზონების შეფასებაშიც კი არ აქვს მოსახლეობა ჩართული და მაგალითად გუშინ ადიგენში ჩამოიქცა გზა, თვითონ კი იძახის, რომ ქვები ჩამოვარდაო, მაგრამ დიდი ჩამოქცევა და ერთადერთი ვინც ღამე მოსახლეობასთან დარჩა, იყო ადგილობრივი მედია. არავინ სხვა. იმიტომ რომ ჯერ კიდევ იქ მუშაობს ადგილობრივი მედია სამცხე-ჯავახეთში და ხვალ შეიძლება აღარც მუშაობდეს, ანუ ისიც აღარ ყავდეს ადამიანს, რომ ხმა გამოიტანოს და რანაირად განვითარდება ეს, ხო? ანუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ამ ქვეყნის საერთოდ რომ გადავდოთ პოლიტიკური, თქვათ, სიმპათიები გვერდით, როგორ უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა, თუ კი ერთად არ შეგვიძლია უბრალოდ დავსხდეთ და ვისაუბროთ, სად გვაქვს პრობლემური ზონა და როგორ გავამაგროთ ეს პრობლემური ზონა. იქ რო ჩამოიქცა ის გზა, მარტო ადგილობრივისთვის ხო არ არის პრობლემა, ხომ გადაადგილდებოდა იქ, თქვათ, ვიღაც კიდევ სხვა, ხო? მათ შორის მაგალითად მერის აკრებულოს კი ბატონო, არ არის ის ახლა კარხასიაძე, ხო? ადგილობრივი მერი არ არის კარხასიაძე დარწმუნებული ვარ, რაც ჭირს ახლა ადიგენში, ხო? ესეთი ტიპის მაგალითები გვაქვს ყოველდღიურად. საერთოდ გვაქვს ძალიან ბევრი თემა, რომელიც საერთოდ არ აღწევს თბილისამდე, მაგრამ ადგილზე ესე იხარშება და პრობლემად რჩება. და მანდ რა შეიძლება რომ შევცვალოთ სამომავლოდ, ახლა ევროპულ გამოცდილებებს თუ გადავხედავთ, აბსოლუტურად სწორად გქონდა, ერთი ფორმულა არის, როცა ბიზნესი, თქვათ, უწყობ ხელს და ბიზნესი აფინანსებს, ოღონდ საქართველოში მე არ მახსენდება, აი სხვათა შორის არ არსებობს ბიზნესის მაგალითი, ჩემი 20 წლია, ცოტა მეტი 25 წლიანი ხა საკებზე რასაც რომ არ ვილაპარაკოთ გამოცდილებით, მე ვერ ვიხსენებ ბიზნესს, რომელმაც
სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მედია დააფინანსა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბიზნესი რაღაცას უხდის ფულს, არავინ არ იხდოს არავის ფულს. მედიაში შედიოდა აქამდე მხოლოდ სარეკლამო ფული ბიზნესის და ეს არის ჩვენი მომსახურება. ანუ მომსახურებას ყიდულობენ, ეს არ არის მათი მხარდაჭერა. ეს არის მომსახურების შესყიდვა, იმიტომ რომ მიწვდნენ მათთვის საინტერესო აუდიტორიებს. იცი მე რა მგონია, ბიზნესიც, აი განსაკუთრებით რეგიონებში, რაც მსხვილი ბიზნესებია, ის არ არის რეალურად რეგიონული ბიზნესი. ისიც არის აი თბილისიდან სადღაცას ეკონომიკის სამინისტროს რაღაცა ეჩალიჩა ბოდიში გამოთქმისთვის, რაღაცა ქონება გამოართვა, წავიდა იქ რაღაცა გააკეთა და აბსოლუტურად არ აქვს ბმა იმ მოსახლეობასთან, იმ ადგილთან, იმ ტერიტორიასთან, სადაც ბიზნესს აკეთებს, საიდანაც ფულს შოულობს. ამიტომ მისთვის ის მოსახლეობა რა მდგომარეობაში იქნება, ის ტერიტორია განვითარდება თუ არ განვითარდება იმის გარდა რაც მისია, საერთოდ არ აინტერესებს. არ ანაღლებს მის გარშემო რა ხდება. აინტერესებს მხოლოდ თავისი ბიზნესი და არაფერი მის გარშემო. და ამიტომ მგონია რომ ეს აი რასაც სოციალური პასუხისმგებლობა ჰქვია, სამწუხაროდ ქართულ ბიზნესს რეგიონებში ვინც ოპერირებს, ამიტომაც არა აქვს რომ ამ ადგილთან ბმა არანაირი არა აქვს. და შესაბამისად ეს პასუხისმგებლობა არც მოქალაქის წინაშე აქვს და მით უფრო არც დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე, როგორც ამ შემთხვევაში მედია. გეთანხმებით, ჯერ რომ ვთქვათ, რომ ბიზნესიც ეგრეა, თავკომბალას სახით არის გადანაწილებული, ძალიან ცოტა ოპერირებს რეგიონებში. ვინც ოპერირებს, მას ბმა არ აქვს, მაგრამ თუ კი გადახედავს, ვთქვათ, მაგალითებს, რა ხდება, როცა ეს ბმა არ აქვს, მიხვდება, რომ უნდა კონდეს ეს მის ინტერესშია, რომ ეს ბმა კონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ფიქრობდეს ადგილობრივ მოსახლეობის განვითარებაზე, მათ გაძლიერებაზე, მათ განათლებაზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კონფლიქტები, რომელიც ეხლა არის, შეიძლება გადაიზარდოს ძალიან ცუდ რამეებში. როცა გამწარდება ადამიანი, რომელსაც სახლკარს არ თმევ, ვთქვათ, გარემოს უცვლი და არანაირი პასუხისმგებლობას მასთან დაკავშირებით არ ქმნი, ის იმ ადამიანის რადიკალიზაცია სწორედ ამ გზით ხდება. და ეს მაგალითები არსებობს და ამიტომ რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში უნდა იყოს დაკავშირება ადგილობრივ საზოგადოებასთან, მაგრამ აბსოლუტურად სწორად თქვი, რომ ვერ ხედავენ ამას, სხვა ტიპის პრაქტიკებით მიყვებიან, თუმცა არც ცენტრალურ დონეზე არ მახსენდება, მე რომ ცენტრალური მედია ვინმეს დააფინანსებინოს, მარტო იმიტომ, რომ ხვდება, რომ მედიის არსებობა არის საინტერესო. თუმცა საზოგადოებაზე ამას ვერ ვიტყვით. ნახეთ, თუ კი ვინმე ოდესმე ამ ქვეყანაში აფინანსებდა მედიას, იმიტომ რომ მედია არსებულიყო, ეს იყო ხალხი. მართლა ესეა, აი დღესაც როცა ამბობს მედია რომ მიჭირს, პირველი ვინც იწყებს, თქვათ, ეძებს, როგორ დაეხმაროს, არის საზოგადოება. და ამის ძალიან კონკრეტული მაგალითი იყო გუშინდელი, როდესაც ბათუმელებს შეექმნა პრობლემა და დაიწყო მოსახლეობა, ანუ მხარდამჭერებმა იმათ ვინც მედიის ფასი იცის. დაიწყეს და ამავდროულად ნუ დაგვავიწყდება რომ ისიც რომ გვინდა არ გვინდა ჩვენ ვეთანხმებით და ნუ ყოველ შემთხვევაში ვასრულებთ კანონს რომ წარმოიდგინო რომ ჩვენ ბიუჯეტურად ვაფინანსებთ წელიწადში მედიას 100 მილიონ ლარზე მეტით, ანუ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის წილს თმობდით ამისთვის საზოგადოება. ნუ შეიძლება ეს თლად ყოველას არ ესმოდეს, რას აკეთებს, როცა გადასახადს იხდის და მედიასაც აფინანსებს, ხო? და წესით ეს ფორმულა ისე უნდა განვითარებულიყო. წესით გვიწერია ეს ყველაფერი, რომ ამას უნდა განევითარებინა ადგილობრივ მედიაც. ანუ რეალურად ჩვენ ევროპული ინსტიტუცია, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვსაუბრობ, ჩვენ გადმოვიტანეთ ევროპული სისტემა და ვთქვით, რომ ჩვენს გადასახადების წილს გავიღებთ მედიის არსებობისთვის, იმიტომ რომ გონია რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის. ამისთვის დიდი წილი გავიღეთ, იმიტომ რომ თუ წარმოვიდგენთ, რომ 100 მილიონი საზოგადოებრივ მაუწყებელი გიძახის, რომ ეს ცოტაა, მაგრამ ჩვენი ტიპის ბაზრისთვის, სადაც სარეკლამო ბაზარიც კი არ არის 100 მილიონი, ანუ დანარჩენ მედიებს კი არ აქვს ერთად აღებული ამდენი ფული, როგორც ერთ მედიას აქვს, მიხვდები, რომ დიდ ფულს ვიღებთ იმისთვის, რომ მედია გქონდეს და მე როგორ გააგრძელა ეს ევროკავშირმა. ევროკავშირის ქვეყნებში გარდა ამ ბიზნეს მოდელისა, რომელიც ჩვენ ვთქვით, არის მეორე მოდელი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვიხდით ფულს მედიისთვის, ვაკეთებთ ყულაბას, მედიურ ყულაბას და ვაძლევთ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს, დავალებას, რომ მან დაასუბსიდიროს, ანუ აცოცხლოს დამოუკიდებელი მედიები. და ასეთია მაგალითად ბალკანეთის ქვეყნების მოდელი, როცა საზოგადოებრივ მაუწყებლები აძლევენ ფულს დამოუკიდებელ მედიებს, იმიტომ რომ მათ შექმნან კონტენტი, რომელიც მე შეიძლება თავს იყრიდეს კიდეც საზოგადოებრივ მაუწყებელში და აქ პირდაპირ მივდივართ რეგიონულ მედიასთან.
უმეტესად ეს არის რეგიონული მედიები, როგორც ონლაინური, ისე სამაუწყებლო და რატომ? იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, ჩვენს ქვეყანაშიც ხო ესეა, რომ ბიუროც კი არა აქვს არსად, ან წარმომადგენლები კი ყავს, მაგრამ ოფისი არ გააჩნია არსად და ვინც ვერ ხვდება, რას ნიშნავს რეგიონში ოფისის არარსებობა, პოლიტიკური პარტიისთვის, რამე ტიპის ინსტიტუციისთვის მიხვდება, რომ ის არ არის, ადამიანს არ აქვს ადგილი, სადაც მეაკითხავს ამ ინსტიტუციას და რეგიონებში ესეა დაპირებები ქონდა საზოგადოებრივ მოწყობს, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. შეიძლება და წასულიყო, შეიძლება კი არა, უნდა წასულიყო ამ მოდელით, რომ ჩვენ გვიწერია კანონში, რომ მისი ბიუჯეტის მინიმუმ 40% უნდა იხარჯებოდეს დამოუკიდებელ მწარმოებელებზე და ეს იდეა იდო სინამდვილეში ამ კანონში. ჩვენ ეს ყველაფერი ევროპისგან გადმოვიღეთ კარგი გაგებით და წარმოგიდგენთ არაფერი აღარ გავაკეთეთ. აი წარმოგიდგენთ 40 საზმაუწყებელი ის არის, ვისაც ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს რა ხდება შენს რეგიონებში და იქიდან უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მოგვიგონი. ახლა 40 მილიონი რომ იხარჯებოდ, რაში ჭირდება? მაგდა ჩვენ რო შევხედოთ, აი ხო ესეთი სტერეოტიპული წარმოდგენა ამას შორის რეგიონულ მედიაზე, რომ მარტო დონორები აფინანსებენ. ჯერ თუნდაც ვთქვა, რომ დონორების დაახლოებით 10-20%-მდე იყო, როგორც გითხარი, ადგილობრივი მოსახლეობის ფული, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხა იყო ამ მედიებისთვის 10-20%-იც და დონორები მედიაში რომ გადახედო, მათ ღიად აქვს გამოქვეყნებული, რაში რამდენს ხარჯავდნენ, ხო? მედიაში წლიურად იხარჯებოდა მაქსიმუმ 2 მილიონი, მეტი ვერა. და წარმოიდგინე, რომ 40% რო ხარჯა საზოგადოებრივ მაუწყებლებმა, მართლა 40 მილიონზე ვსაუბრობთ. ამდენი საჭიროც კი არ არის იმის, რომ გამართული კარგი მედია გქონდეს. და არ ვიქნებოდით არავინ არ აკეთებს. იმ მდგომარეობაში, როცა ფაქტობრივად ყოველდღე თუ არა, ყოველკვირა მაინც ვიგებთ, რომ რომელიღაცა რეგიონული მედია იხურება და წყვეტს მაუწყებლობას, გამოცემას, ონლაინ გამოცემა იქნებოდა. და მაგალითად მახსენდება სულ ცოტა ხნის წინ რიონი გაჩერდა ტელეკომპანია ქუთაისში. არადა იმერეც ქონდა ძალიან ძლიერი ადგილობრივი მედია, ისევე როგორც კახეთს მაგალითად. და ჩვენ დღეს პრაქტიკულად რეგიონებში ვრჩებით მედიის გარეშე. ასეთი რთული პერიოდი, ძალიან ბევრი რთული პერიოდი აქვს განსაკუთრებით რეგიონულ მედიას, ხო? გავლილი ყველა ხელისუფლების დროს და ყოველთვის იყო ხელშემშლელი ფაქტორები, ეს არ იყო მხოლოდ ფინანსური პრობლემები, ხო? პირველ რიგში პოლიტიკური პრობლემები იყო ხოლმე და გვახსოვს როგორ ექცეოდნენ ყოველთვის დაწყებული, თქვათ, არ შეშვებით რომელიმე ღონისძიებაზე ცემითაც კი დამთავრებული ფინანსური მოგუდვით. მაგრამ აი ახლა უკვე ფაქტობრივად დაიხურა ნახევარზე მეტი გამოცემები, რაც კი იყო, ტელევიზიები და თუ არ დაიხურა, შეზღუდა მაინც საინფორმაციო გამოშვებები აღარ აქვს ეს. სადავართ ახლა? ერთია ინსტიტუციურად, თქვათ, აი როგორ უნდა ფინანსდებოდეს და ამავდროულად ახლა სად ვართ, რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა პირველ რიგში ადგილობრივი, იმიტომ რომ მოსახლეობას მისასვლელი უნდა ჰქონდეს სადღაცას. იმავე ადგენიდან ხმას ვერ მოაწვდნენ აქ ცენტრალური მედიის წარმომადგენლებს, იქ ლოკალური ვიღაც უნდა ყავდეს. ვინც გეიმედება და ვისაც დაელაპარაკება. კი, მდგომარეობა ეხლა არის მე ესეთი რთული მდგომარეობა არ მახსენდება სხვა დროში, მახსენდება სხვადასხვა ტიპის ეწოლები, მახსენდება კი არა, განგვიცდია სხვადასხვა ტიპის ეწოლები და გამოგვივლია. ოღონდ ეხლა აქვს სხვა ფორმები მიღებული და შედეგობრივად ეს არის ყველაზე მძიმე გადასატანი, როგორც ჩანს მედიისთვის. რა მაგალითად დაიწყე? ჩვენ ყავს პატიმარი ჟურნალისტი, ასეთი არ გქონია არასოდეს, ხო? ხო, აი ეგეც რომ ეხლა გვაქვს აბსოლუტურად სხვა ტიპის მდგომარეობა, არ ყოლია საბჭოთა კავშირის მერე, საბჭოთა კავშირში ყავდა პატიმარი ჟურნალისტი, სწორედ ქალი. სწორედ რეგიონულ საკითხებთან მიმართებით სხვათა შორის. მან რეგიონში გააპროტესტა მართვის საკითხები და ამიტომ ჩასვა საბჭოთა კავშირმა ციხეში. იგივე ხდება ახლა. ანუ ამიტომ ყავს, რომ რეგიონიდან ყავს ისევ პატიმარი ჟურნალისტი დღეს. პირველად ქალი მათ შორის, რა ვიცი, ტოტალიტარული საქართველოს და ესეთი არადემოკრატიული საქართველოს ერთგვარი ტრადიცია გამოდის ეგ. მაგრამ აბსოლუტურად სწორად თქვი, რომ ხდება კონტენტის, ანუ ფაქტობრივად ვეღარ იწარმოება ჟურნალისტური შინაარსი, მედიებმა გააჩერეს საინფორმაციო წარმოებები რიონმაც, მათ შორის ზაფხულის პერიოდში თითქმის ორი ტელევიზია ეხა 20-დან, რომელიც ყოველდღიურ ნიუს ინარჩუნებს. ეხა ამაზე დიდი ტრაგიკული ასეთი ზაფხული არ გქონია არასდროს. ანუ რაც კი ისინი არსებობენ და ისინი არსებობენ აი რიონი მე თვითონ ვარ როგორც გითხარით რეგიონიდან ვარ იმერეთიდან ვარ ქუთაისიდან ვარ
მე მახსოვს საბჭოთა კავშირის დროს, როცა ვიწყებდით ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, როგორ გადაყავდა ერთი კორპუსიდან მეორე კორპუსში კაბელი ადამიანებს იმისთვის, რომ ტელევიზია დაეწყოთ. ეს იყო რიონის დასაწყისი. ანუ ეს ტელევიზიები შეიქმნა, საერთოდ ვინმე დონორი რომ შემოვიდოდა კი არა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეიქმნა ეს მედიები, ვიზეთ ჩვენ ვლაპარაკობს და მაშინ გადარჩნენ, გამოაგრძელეს გზა, მოყვნენ, აი მათ ისინი არიან რეალურად მათი არქივები, რომელიც ხელში გვაკვდება სხვათა შორის და ის ცალკე ვდარდობ, რომ ვერ ვახდენთ გაციფრულებას და მთელი მატიანია ჩვენი დამოუკიდებლობის, აი მთელი ამ ბრძოლის მატიანია და ეხლა მოვიდნენ მდგომარეობამდე, სადაც კი არავინ უვარდებათ. უბრალოდ აიკრძალა მათი საქმიანობა. აი რატო გეუბნებით, რომ აიკრძალა მათი საქმიანობა? ბოლო ცვლილებებით, საგანმანათლებლო ცვლილებებით, მაგალითად, აეკრძალათ სხვადასხვა სახეობა რეკლამის, გინდა შიგნით გაყიდა, გინდა გარეთ. ანუ სახეობები აეკრძალათ, დრო შეუმცირდათ ამ რეკლამის და ასევე თქვეს, რომ მედიებშიო, რომ და ვინმეო რამეს მომსახურებას თუ იყიდისო, უცხოელიც რომ არ იყოსო. უნდა გავარკვიოთო ჩვენო. ამის უკანო, ამ ქართველების უკანო. ემანდ უცხოელები ხარ და ვინ იყიდის მომსახურებას? ანუ ბიზნესი, რომელიც არაფინანსებია, ვერ ხვდებოდა რომ სოციალურ პასუხისმგებლობით ხარი უნდა დაეჭირა, ასევე არის პრობლემები, რომ ხო, მე რო ბიზნესი ვიყო, გამიჭირდება რომ ესეთი ტიპის მომსახურება ვიყიდე, ხო? ამ პირობებში რა თქმა უნდა შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება. მე არ მგონია რომ რომელიმე მთლად დახუროს, ანუ ბოლო წუთამდე არ დახურავენ ესენი მედიებს და შეინარჩუნებენ ავტომატიზირებული სახით მაინც, ანუ რეალურად ონლაინ გვერდები არსებობს, უბრალოდ იქ კონტენტი აღარ იდება. რეალურად მაუწყებლობები არსებობს, მაგრამ ყოველდღიური ნიუსი აღარ ხვდება, იმიტომ რომ აღარ აქვს წარმოების საშუალება. მოსახლეობა ყოველდღიურ ეკავს ამ მედიებს და თხოვს რომ დაეხმარონ, მივიდნენ, გააშუქონ, მაგრამ მისასვლელი ფული აღარ აქვს. ხვდებით? აი ეს სიტუაცია შექმნილი. ოღონდ არ მგონია რომ ეს პრობლემური იყოს მარტო თქვათ ამ მედიებისთვის და მარტო საზოგადოებისთვის. შეუძლებელია აი რა ტიპის სისტემაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ვცდილობთ რომ დემოკრატია შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს გქონდეს, მაგრამ დიქტატურაც კი ვერ არსებობს ასეთ ტიპის პირობებში. შეუძლებელია შენ არ გყავდეს ადგილზე ინფორმაციის გადამოწმებელი და მაკონტროლებელი, ჩვენ ხედავთ დაახლოებით რა ტიპის პროცესები მიდის ქვეყანაში და ანუ ეს არანაირი განევითარება არავის არ ექნება. უკან მიუბრუნდება ბიზნეს, რომელიც თუნდაც კონფორმისტულია, უკან მიუბრუნდება ნებისმიერი ტიპის მმართველს და დაზარალდება საზოგადოება. დაზარალდება საზოგადოება. ყველაზე მეტად ის მიკლავს გულს, რა ის შენ რიონზე ლაპარაკობდი და პრაქტიკულად ყველა რეგიონში რაღაცა 90-იანებიდან მოდიან. ეს ადამიანები ისეთი იდეალისტები. მე ხო თან ყველას კარგად ვიცნობთ ორივე და სასაულად იდეალისტი ადამიანები არიან, შეუძლებელი აბსოლუტურად უშუქო, მშიერ პატარა ქალაქებში გაყინულ პატარა ქალაქებში გეკეთებინა ეს საქმე. თუ არ ხარ იდეალისტი. და იქიდან მოდიოდე აქამდე და აქ უცებ კვდებოდე. და ნუ ვინ დაუშვებს ამას? შეუძლებელია, არ შეიძლება ამის დაშვება უბრალოდ. მე მაინც მაქვს იმედი, რომ რაღაცნაირად ვიპოვით გზებს ერთად საზოგადოებასთან ერთად რომ გადარჩენა მოხდეს ისევ ამ მედიების. რეალურად მართლა ეს იყო ადამიანები ყველგან, ყველა რეგიონში. აი ეს არის წარმოგიდგენე 90-იანი წლებია, ჯერ კიდევ რომ არ არის გამოცხადებული დამოუკიდებლობა, არ ხდებოდა ქვეყანაში. ჯერ კიდევ რომ არ არის დამოუკიდებლობა გამოცხადებული და ადამიანები რომლებიც იყვნენ შემხებლობაში ელექტრონულ რაღაცეებთან, ძითად ეს ხალხი იყო. და ასევე ბეჭდურში ვინ წავიდნენ ადამიანები, ვინც იყვნენ კავშირში ტიპოგრაფიასთან, ანუ წერა-კითხვის გავრცელებასთან. და ამ ადამიანებმა დაიწყეს გაბედეს, რომ მოდი პირატულად რაღაცებს გავაკეთოთ. წარმოგიდგენიათ, როგორი ტიპის კანონმდებლობის პირობებში დაიწყეს უბრალოდ ოპერირება როგორც მედიებმა. გაბედეს, რომ რაღაცა გაეკეთებინათ. და გააკეთეს ეს ყველაფერი და მერე უკვე თუ დავაკვირდებით ტრადიციულად აი რომ ლაპარაკობთ ქართულ ტრადიციებზე. აქ ცოტა ამერიკული რამე დაგვემართა, ევროპელებს ეს ნაკლებად ახასიათებს, მაგრამ ეს დასავლეთიდან წამოსული კულტურაა, რომ ოჯახურად მიყვებიან ამ ბიზნესს, იმიტომ რომ ეს ბიზნესია პრინციპში, კერძოა ეს გამოცემები და მედიები, ხო? და ესე ოჯახურად ხვდებიან, რომ ეს არის ჩვენი ტრადიცია და ჩვენ აქედან ვერ წავალთ. განა არ შეუძლია ამ ხალხს რომ სხვა საქმე აკეთონ, კი შეუძლია და შეიძლება უფრო ფულის მეტი იშოვონ, უფრო წარმატებულიც იყვნენ, ყველა ონლაინ გამოცხადა და უფრო მშვიდად იცხოვრონ. და უფრო მალე შეეძლოთ ის რაღაცა ბიზნესების მოწყობა, რომელიც მოაწყოს სხვა ბიზნესებმა, მაგრამ სწორედ ესე რომ იდეის ჯერათ, რომ ეს არის საჭირო, ეს არის მათი
პატარა ქალაქების ტრადიცია, რომ კონდეთ ეს მედიები, რომ საუბრობდნენ ადგილობრივ კულტურაზე, ადგილობრივ, რა ვიცი, მათ შორის ბიზნესზეც და აუცილებლად ადგილობრივ მართვაზე, პრობლემებზე. ეს ამის ჯერათ ამ ხალხს. რწმენა აქვს ამის რომ ეს უნდა აკეთონ. ხო და საბოლოო ჯამში მაინც გონია რომ რწმენა გადაგვარჩენს, თუ კი გადაგვარჩენს ყველა ნაწილში, ანუ იმის რწმენა რომ ჩვენ დიახ გვჭირდება თვითმმართველობის გაძლიერება და აშენება და ეს არის სწორი გზა და რაღაცა ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ, ვინც არ უნდა გვეჭიდავებოდეს რომელიმე მხრიდან, ხო? რომ გვჭირდება ადგილობრივი მედია, რომ გვჭირდება ძლიერი ადგილობრივი ბიზნესი, მეტი დეცენტრალიზაცია რაღაცეების და მეტი სიღარიბის შემცირება, ეს ძალიან გვირთხამს საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება რომ იყოს მდიდარი, არც მედიებს გაუჭირდებოდათ არც ერთ შემთხვევაში და აი ამ იმის შემცირებას გვჭირდება, ხო, ამ განსხვავების, ძალიან დიდი განსხვავების, რაც არის, თქვათ, კონკრეტულ ჯგუფს, თქვათ, რომელიც ახერხებს ფულის, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, თუ კი ასეთი არსებობს, სიკეთეების ბოლომდე თავის მოხვეჭას და ვერ მიდის ეს ქვევით, ხო? აი ეს ყველაფერი ერთად გვჭირდება და მაგის რწმენა გვიშველის საბოლოო ჯამში, გზას გვაპოვნინებს. ნათია, ეხლა ამ არავის არა აქვს ილუზია და არც მე რომ ახლა ამ ნახევარსაათში რაცა ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცა გამოსავლებს მოვნახავდით და ბევრი სალაპარაკო მაინც მგონია რომ დაგვრჩა, იმიტომ რომ თემა დიდია და პრობლემები ბევრია. თუმცა მე მინდა იმედი დავიტოვო რომ გადავრჩებით და ეს მედია გადარჩება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი დემოკრატიისთვის და მე მინდა რომ სიას გამოვცხადო აქედან სოლიდარობა და სულ მეტი როცა კი, ეგ ყველას ჭირს, მინდა ვთქვა რომ ამ გოგოზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ყველა მედიას ჭირს ეგ სია არის განსაკუთრებული მოვლენა ახლა ჩვენთვის და განსაკუთრებული სატკივარი ყველასთვის, ვისაც შეხება კიდე სხვანაირი შეხება გვაქვს ჩვენს რეგიონულ მედიებთან და გამძლეობა მას და ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან ცუდ პერიოდში ვართ, ძალიან გვიჭირს და უნდა როგორღაც გადავლახოთ. ცოტა ის პესიმისტური დასასრული გვაქვს, მაგრამ მზია პრინციპში იძლევა მაგალითს, რომ სწორედ რწმენიდან არ გადახვევა საკუთარი პრინციპების ერთგულება არის მშველელი ნებისმიერ მდგომარეობაში, სადაც არ უნდა იყო, ან როგორ მდგომარეობაშიც, ანუ რაც უნდა ჭირი მოკერძო, ბილდს და არ უნდა შეეკვრა ზავითა და ეს არის მაგალითი რომელიც აქვს მათ შორის რეგიონულ მედიას, გამოსავალიც არის ის, რომ უნდა მიმართვა, აი როგორ მიყვება პროცედურულად საკითხებს. ეს კიდე ცალკე მაგალითია მისი მხრიდან, რომ მე მგონია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი მათ შორის არის თუ კი რამე ინსტრუმენტი დაგვრჩა დემოკრატიული, სწორედ ჩვენ ჩავაბეღაუჭათ ამ ინსტრუმენტებს და ვეცადოთ, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა საკუთარი თავის გადარჩენაზე, ახლა ცოტა მეორე პლანზეა გადასული ბევრისთვის ეგ საკითხი და ასევე ვნახოთ რაღაცნაირად ერთმანეთსგან სავალი გზები ამ ქვეყანას არ აქვს, ანუ არ აქვს ფუფუნება იმის, რომ ჩაიხსნას მისი მეორე დიდი ნაწილი. ჩვენ თუ ზოგადად პოლიტიკურად შევხედავთ, თავის რამდენად არის სივრცე ამისი, მაგრამ მაინც თუ კი ერთი მხარე, თქვათ, მართლობაში მყოფი ძალა ამბობს, რომ დაახლოებით 40-45%-ია მეორე და ასევე მეორე მხარე ამბობს, რომ მართლობაში მყოფთან არის 40-45%, საქართველოს როგორც ქვეყანას არ შეუძლია ამ ნაწილების ჩახსნა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთსგან სავალი გზების პოვნა, გვჭირდება ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც დემოკრატიულ პროცესს დააბრუნებს ან გააძლიერებს ამ ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და მე მგონია, რომ ახლა რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ, მათ შორის იმით, რომ თან ძალიან ემოციურად ვართ და გვეტირება და გვანადგურებს ფაქტობრივად მზიას საკითხი და ზოგადად რაც ხდება ჩვენს ირგვლივ სხვა მედიების, თქვათ, ყდომა და ასე შემდეგ, მაინც ძალების პოვნა იმაში, რომ რაღაცებს უნდა შევეჭიდოთ, თუ კი ავტორიტარიზმი იღებს ჩვენს ინსტრუმენტებს და იღენებს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენივე ინსტრუმენტები გამოვიყენოთ ჩვენს გასაძლიერებლად და ამას მოვახერხებთ, აუცილებლად მოვახერხებთ და სიკეთე მაინც გრძელვადიან პერსპექტივაში გაიმარჯვოს ბოროტება. მადლობა იმისთვის, რომ იყავი, ჩემი სტუმარი. დღეს ამით ვასრულებთ. ცხადია, ჩვენი პოდკასტები გაგრძელდება და უფრო მეტს დავუთმობ დროს იმისთვის, რომ ბევრმა გაიგოთ, რისთვის არის ადგილობრივი თვითმმართველობა მნიშვნელოვანი, ბევრმა გაიგოთ, სად ვართ, როგორი არის ევროპული გამოცდილებები და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, რაც ავტომატურად ნიშნავს მოქალაქეთა გაძლიერებას,
მათ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ავტომატურად ნიშნავს ადგილობრივი მედიის გაძლიერებას და იმას, რომ ჩვენ დავბრუნდეთ დემოკრატიის რელსებზე. გვიყურეთ აუცილებლად Facebook-ზეც, YouTube არხზეც, ჩვენს ვებგვერდზეც შეიხედეთ შეგადაშიგ. ჩვენი პოდკასტები იდება თვითმმართველობის დროას ვებგვერდზე და იმედი გვაქვს, რომ გვეყურებთ ბევრი. დიდი მადლობა. მადლობა.